დღეს ზუგდიდში ლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ტრადიციულად ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან დაიწყო. სამღვდელოებამ ღვთისმშობლის კვართი მუზეუმიდან გამოაბრძანა. საზეიმო მსვლელობა ზუგდიდის ივერის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძრამდე მოეწყო. მილოცავთ ყველას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიოსანი სამღვდლის დღესასწაულს, უკვე მრავალი ათეული წელიწადი არის აღინიშნება ჩვენთან როგორც ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდის დღესასწაული და დედა ღვთისმშობელს მევედრებით და თქოთ დაიცვას, დაიფაროს, გაამხლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველოს. სრულიად საქართველოს ულოცავ ლაქერნობის დღესასწაულს. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიურ მართლმადიდებელ სამყაროში და რა თქმა უნდა სამაგიერო ზემოსვანების მოსახლეობას ულოცავ დღევანდელ დღეს. ლაქერნობა ზუგდიდში უამრავი ადამიანი სტუმრობს. ღვთისმშობლის კვართის მოსალოცად მრევლი საქართველოს ყველა ეპარქიიდან იყო ჩასული. დღესასწაულზე დასასწრებად სტუმრები საქართველოს უცხოეთიდანაც ესტუმრნენ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბედმა ეს შესაძლებლობა მაჩუქა. ვიყო აქ ამ ადგილას. ყველას გილოცავთ. მე რუსეთიდან ვარ და სპეციალურად ჩამოვედი აი აქ და ძალიან დიდი ისა მაქვს ამაყობა, რომ ჩემი საქართველო ასეთი ლამაზი და ასეთი ჩამოსულები ხონის წმინდა კვირიკესა და ეკლესიის ივლიტას სახელობის ტაძრის მრევლი ვართ მოვლენილი აქ და დიდი სიხარულით წამოვედით, რომ უფლის მადლი შეგვეწიოს თითოეულ ჩვენთაგანს. ივერიის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ზუგდიდ ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა. ვერგო უდიდესი მადლი, რომ საქართველოში ასვენია ღვთისმშობლის კვართი და ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველა ჩვენთაგანს, რომ ვიყოთ ღირსი, რომ ვიყოთ ნამდვილად საქართველოს შვილები, მინდა მიულოცო დღევანდელი დღე მთელს საქართველოს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი კუთხე და მინდა ამ ღვთისმშობლის წმინდა კვართის მადლი გადახმარებოდეს საქართველოს. ღვთისმშობლის კვართი ტაძარში საღამომდე იქნება დაბრძანებული და ყველა მომლოცველს ექნება საშუალება ემთხვიოს. ლაქერნობა ზუგდიდში ლაქერნის სახელობის ხატის ტაძარში 1990 წლიდან აღინიშნება. 2007 წელს კი 15 ივლისი პატრიარქმა საერთო სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.